იერემია წინასწარმეტყველის წიგნი, თავი 29. ძველი აღთქმა. იერემია წინასწარმეტყველის წიგნი, თავი 29, კითხულობთ მეშვიდე მუხლს. და შესთხოვეთ მშვიდობა იმ ქალაქისათვის, სადაც გადაგასახლეთ თქვენ და ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი მშვიდობით თქვენს გექნებათ მშვიდობა. ეს არის უფლის სიტყვები ვილოცოთ. ზეცია რომ მამაო, მადლობა შენი სიტყვისთვის. შენი სიტყვა არის წმინდა, დიადი, საოცარი. მადლობა რომ ის მოცემულია ჩვენთვის. უფალო, შენ ავსე ჩვენი გულები და გონება შენი მადლით, შეგვეხე შენი სულით და გვაკურთხე ღმერთო, რათა დაგინახოთ შენ, აღმოვაჩინოთ ჭეშმარიტება, დაგიახლოვდეთ შენ და მივიღოთ რწმენა. რწმენა ხსნელი, რათა ამ რწმენით გქონდეს მარადიული ცხონება. გევედრებით იესო ქრისტეს სახელით. ამინ. მიგიღიათ თუ არა ოდესმე წერილი ფოსტით. დღეს ალბათ ნაკლებად გავრცელებულია ეს პრაქტიკა. არ ვიცი ბოლოს როდის მიიღეთ წერილი ფოსტით. ან კურიერმა როდის მოგიტანათ რაიმე ნივთის სახლში. წიგნი იერემია წინასწარმეტყველის, რომელიც სიტყვები, რომლებიც ჩვენ ახლა წავიკითხეთ, პრაქტიკულად არის წერილის სიტყვები. 29 თავი ეძღვნება იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებს, რომელიც მან ბაბილონში გადასახლებულ მებრძოლებს, თავის ძმებს, თანამოძმეებს მისწერა ტყვეობის დროს. ეს არის წერილის სიტყვები. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იმ დროს იყვნენ იძულებით გადაადგილნებული, დატყვევებული, დაჩაგრული. პრაქტიკულად ეს შეიძლება ვთქვათ, რომ არის ერთის მხრივ როგორც რჩევა, ასევე თხოვნაც. რჩევაც და ასევე არის თხოვნაც. იერემია წინასწარმეტყველი ებრაელებს, თავის თანამოძმეებს, ძმებს უგზავნის ამ წერილს. ამ წერილში ძალიან ბევრ რაიმეზე საუბრობს. მაგრამ მეშვიდე მუხლში, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, ის ეხება უცნაურ რამეს. პრაქტიკულად ის თხოვს გააკეთონ ებრაელებმა ის, რაც არ იქნებოდა იმ დროს მარტივი. და ჩვენ ნახავთ რატომაც. სხვადასხვა თარგმანში ეს ტექსტი არის სხვადასხვანაირად. რუსულ ენაზე გაიგონეს საერთოდ სხვადასხვანაირად. მოდი მე დღეს წაგიკითხავთ ქართულ თარგმანში, კერძოდ საპატრიარქო თარგმანში, 2001 წლის თარგმანი უკვე წავიკითხეთ, 2013 და 2015 წლის თარგმანებში როგორ არის გადმოცემული ეს ტექსტი. თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ და აღმოაჩინოთ, რომ სხვადასხვანაირად თარგმნეს ეს ტექსტი. და ბუნებრივია, თარგმნა ერთის მხრივ არის ობიექტურიც და სუბიექტურიც, იმიტომ რომ ყოველთვის ტექსტი შეიცავს სიტყვებს. და სიტყვები შეიძლება ითარგმნოს სხვადასხვანაირად. მაგრამ ყველა შევთანხმდებით, რომ იერემია როცა წერდა თავის მოძმეებს ამ წერილს, ის მიზნად ისახავდა ერთ რამეს. მას ერთი მიზანი გააჩნდა. მას ერთი სათქმელი გააჩნდა თავისი ძმების მიმართ. მოდით ნახოთ როგორ არის ეს ტექსტი თარგმნილი სხვადასხვა ენაზე, უпростоრად სხვადასხვა თარგმანში, ქართულ ენაზე და შემდეგ ჩვენ შევეხებით ასევე სიტყვებსაც, იმიტომ რომ გრამატიკა აუცილებელია. გრამატიკის გარეშე ჩვენ ვერ გავხდებით კარგი მთარგმნელები. და შესთხოვეთ მშვიდობა იმ ქალაქისათვის, სადაც გადაგასახლეთ თქვენ
და ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი მშვიდობით თქვენს გექნებათ მშვიდობა. ეს ტექსტი თქვენ უკვე მოისმინეთ 2001 წლის თარგმანი. შემდეგი თარგმანი. მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისთვის, რომელშიც გადაგასახლეთ. ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენს გექნებათ სიკეთე. კიდევ ერთი თარგმანი. და შესთხოვეთ მშვიდობა იმ ქალაქისათვის, სადაც გადაგასახლეთ თქვენ და ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი მშვიდობით თქვენს გექნებათ მშვიდობა. და ბოლო თარგმანი. შეიძლება ვთქვათ უცნაური, მაგრამ სხვა სიტყვებით გადმოცემული. იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისათვის, სადაც გადაგასახლეთ. უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით თქვენს კეთილდღეობაში იქნებით. მე უკანასკნელი თარგმანი მომწონს, იმიტომ რომ უფრო მეტად გადმოსცემს იმ სულისკვეთებას, რა სულისკვეთებაც იყო იმ დროს ებრაელ ხალხში. არ დაგავიწყდეთ კონტექსტი. რა და როდის? მეფე ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა ებრაელი ხალხი იერუსალიმიდან. ეს იყო ღვთის უსაშინლესი სასჯელის გამოვლინება, უпростоრად სასჯელის აღსრულება, რომელიც მოვიდა, რომელმაც მოაწია ებრაელ ხალხზე და ებრაელები იქნენ გადასახლებულნი, ისინი აღმოჩნდნენ ტყვეობაში. პრაქტიკულად ისინი იყვნენ მონობაში. და ის დრო, როდესაც მათ უნდა დაეყოთ ამ ტყვეობაში, მათთვის იყო უცნობი. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რამდენი ხანი იქნებოდნენ ტყვეობაში. ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ 70 წელი ისინი იყვნენ გადასახლებაში. მოწყვეტილი თავიანთ ოჯახებს, თავიანთ სახლებს, თავიანთ მიწა-წყალს. პრაქტიკულად ბაბილონი გახდა მათი ახალი სამშობლო. იქ იწყებს გაზრდას ახალი თაობა. დაუცილებელია თქვათ ისიც, რომ ტექსტი უნდა იყოს შესაბამისი დღევანდელ რეალობაში. რას გულისხმობდა იერემია? ისი თქმა სურდა იერემიას? რა მიზანი ჰქონდა მას? დღეს მინდა სამი რამე თქვა, მოკლედ. პირველი. ტექსტი საუბრობს, ვის უნდა ვევედროთ ჩვენ? ვის უნდა ვევედროთ? მეორე. რა უნდა შევევედროთ? და მესამე, რატომ უნდა შევევედროთ? ეს ტექსტი საუბრობს სამ რამეზე, სამ მოკლე რამეზე. ვის უნდა შევევედროთ? ან ვის უნდა ვევედროთ? მეორე, რა უნდა შევევედროთ? და მესამე, რატომ უნდა შევევედროთ? მოდით ახლა პირველი სიტყვა ვთქვათ, რატომ განსხვავდება სხვადასხვა თარგმანში პირველი სიტყვა? სიტყვა, რომელიც ჩვენ ქართულ თარგმანში წავიკითხეთ, როგორც შესთხოვეთ, ებრაული სიტყვაა და ისმის როგორც დარეშ. დარეშ. რაც ნიშნავს ძიებას, თხოვნას, ვედრებას, თაყვანისცემას, ზრუნვას, მოთხოვნას, გამოკვლევას და ასევე ძლიერ სურვილს. აბა დამეთანხმებით, რომ ამ პატარა სიტყვას ძალიან ბევრი მნიშვნელობა გააჩნია. მაგრამ თუ ჩვენ კიდევ ერთ სიტყვას დაუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ იერემია სურდა ებრაელებისთვის ეთქვა, რომ ისინი ყოფილიყვნენ ვედრებაში, ლოცვაში. პრაქტიკულად ძიებაც ლოცვაა. სურვილიც ლოცვაა. აქედან გამომდინარე სიტყვა დარეშ, პირველი სიტყვა, რომელიც პრაქტიკულად გვხვდება, პირველი ზმნა, რომელიც გვხვდება ამ ტექსტში, ნიშნავს
თხოვნას ევედრეთ, ილოცეთ, იკვლიეთ, იძიეთ თქვენ შვიდობა. სიტყვა მშვიდობა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ეს არის ებრაული სიტყვა შალომ, რომელიც ასევე ითარგმნება როგორც ბედნიერება, სიკეთე, კარგად ყოფნა, კეთილდღეობა, აყვავება, უსაფრთხოება. პრაქტიკულად ეს ყველაფერი, რაც სიტყვა შალომში გულისხმებოდა, ეს ყველაფერი ესაჭიროებოდა ებრაელ ხალხს. იმიტომ რომ მათ არ ქონდათ უსაფრთხოება და იერემია ეუბნება მათ ილოცეთ. კარგად ყოფნა, ბედნიერება, სიკეთე და ასე შემდეგ. თქვენ იცით რომ სიტყვა შალომ ებრაელებისთვის განსაკუთრებული ხასიათის მქონე სიტყვაა. ისინი ამ სიტყვებით ესალმებიან ერთმანეთს. და მათთვის შალომ ეს უბრალოდ არ არის ზმნა ან სიტყვა. მათთვის შალომ არის გადმოცემა გრძნობის, სურვილების. ეს სურვილია. და მესამე სიტყვა, რომელსაც ჩვენ ამ ტექსტში ვკითხულობთ და ევედრეთ მისთვის უფალს. სიტყვა პალალ. პალალ. რაც ნიშნავს ლოცვას, ვედრებას, შვამდგომლობას და ვედრების აღვლენას. დავაკავშიროთ სიტყვა პალალ და დარეშ მივიღებთ რა თქმა უნდა ლოცვას. იერემია ამბობს ილოცეთ, ევედრეთ, ეძიეთ, ისურვეთ, უშვამდგომლეთ, თუნდაც აღავლინეთ ვედრება. ვის უნდა ვევედროთ? რა თქმა უნდა უფალს. რა თქმა უნდა უფალს, მაგრამ ვინ იყო უფალი მათთვის? ვინ იყო იმ ებრაელებისთვის უფალი იმ დროს, როდესაც იერემია წერს მათ? ამისათვის ამ კითხვას რომ გავცეთ პასუხი, აუცილებელია გავიხსენოთ რა მდგომარეობაში იყვნენ ებრაელები იმ დროს. ფსალმუნი 136 ჩვენ აღგვიწერს იმ განცდას, რაც ჰქონდა ებრაელებს მაშინ. ისინი ამბობდნენ, ჩვენ როდესაც მდინარესთან ვისხედით, ვტიროდით, იმიტომ რომ გვაგონდებოდა სიონი, გვაგონდებოდა ჩვენი სახლი, ჩვენ გვენატრებოდა ჩვენი სახლი. ებრაელები იყვნენ დაჩაგრულები, შაგრელების მიერ. ებრაელები იყვნენ დატყვევებულები, მათ არ გააჩნდათ თავისუფლება, თავისუფალი ნება. ისინი ცხოვრობდნენ გაურკვევლობაში. მათ არ იცოდნენ რამდენი ხანი არ ექნებოდათ კიდევ თავისუფლება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ებრაელები განიცდიდნენ ტკივილს იმის გამო, რომ მათ დაკარგეს საკუთარი სახლი. ისინი გახდნენ მწირები, ხიზნები და მწირები. მათ გააჩნდათ ძალიან ბევრი კითხვა. რა თქმა უნდა, ბევრი ებრაელი ვერ გებულობდა, ბევრ ებრაელს არ ესმოდა, რატომ დაუშვა ღმერთმა ეს? რატომ მოავლინა ღმერთმა ეს სასჯელი? ბევრი ებრაელისათვის უყო უცხო, რატომ გადაასახლა, რატომ მოხდა ის უბედურება, რაც მათ დაატყდა თავს? დღესაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს კითხვის ნიშნის ქვეშ. ბევრს არ ესმის ღმერთის. ბევრს გააჩნია კითხვა, რატომ ხდება ის უბედურება ჩემ ცხოვრებაში? რატომ მოდის ტკივილი? რატომ მოდის უბედურება? ან გაჭირვება? ან განსაცდელი? რატომ ხდება ის, რაც ხდება? და უფრო მეც გეტყვით, თითოეული ჩვენთაგანი ბიბლიის მიხედვით არის ხიზანი და მწირი. აი ასე დაწერილი 1 პეტრე 2:11, რომ ჩვენ ვართ ხიზნები და მწირები. დედამიწა ჩვენი სამშობლო არ არის. ჩვენი ნამდვილი სამშობლო, ჩვენი ნამდვილი სახლი, ჩვენი სიონი ჩვენ დავკარგეთ. და ამ ორი არგუმენტის გამო ჩვენ შეიძლება განვიცდიდეთ იმას, რასაც განიცდიდნენ ებრაელები მაშინ. პირველი იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ხიზნები, მწირები, მიგრანტები.
ადამიანებმა, რომლებაც დაკარგეს თავიანთი ბუნებრივი სახლი, სამშობლო, თავისი ადგილი, თბილი კერა. და მეორე, ადამიანები, რომლებსაც არ ესმოდათ თუ რატომ ხდებოდა ის უბედურება, რაც ხდებოდა. იყო მათთვის ღმერთი ის უფალი, ვისთვისაც უნდა ელოცათ მათ? იერემია ამბობს, მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა თქვენ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რასაც განიცდით თქვენ ახლა, თქვენ უნდა ლოცულობდეთ უფლის მიმართ. ევედრეთ უფალს, ილოცეთ. რა არის ჩვენი პასუხი განსაცდელის დროს? ილოცეთ. შეიძლება ჩვენ მტირით, შეიძლება ჩვენ ვართ გაურკვევლობაში, შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში არ ხდება ყველაფერი ისე, როგორც უნდა ხდებოდეს, მაგრამ რა არის საღვთო წერილის პასუხი? ილოცეთ. ევედრეთ. ეძიეთ ღვთის საქმე, ღვთის სახე, იკვლიეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. განსაცდელის დროს ჩვენ გვჭირდება ლოცვა. ვისაც უხარია იგალობოს იაკობის მიხედვით და ვიც იტანჯება ილოცოს. ვის უნდა ვევედროთ? მიუხედავად ყველაფრისა უფლის მიმართ. რატომ? იმიტომ რომ პრაქტიკულად ებრაელი ხალხის დანაშაული მდგომარეობდა იმაში, რომ მათ გადაცვალეს ღმერთი. ღმერთმა გადაასახლა, იმიტომ რომ მათთვის ღმერთი, სხვა რამ გახდა მათი ღმერთი. იმის გამო რომ ღმერთი არ იყო მათი ღმერთი, უფალი აღარ იყო მათი ღმერთი, ღმერთმა აღასრულა თავისი სიტყვა და მოულინა მათ სასჯელი. რამდენი ადამიანისთვის ღმერთი დღეს არ არის ღმერთი? რამდენი ადამიანისთვის დღეს უფალი აღარ არის ღმერთი? რამდენი უცხო ღმერთი შემოვიდა ადამიანთა ცხოვრებაში? ვის უნდა ვევედროთ? მაინც უფალს. მეორე, რა უნდა შევევედროთ ღმერთს? ერთი კვლევა არის, არსებობს ესეთი კვლევა. რას ევედრებიან ყველაზე ხშირად ქრისტიანები ღმერთს? სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად ლოცულობენ ადამიანები გზისთვის, მგზავრობისთვის, რომ ღმერთმა მშვიდობით მივიყვანოს, მშვიდობით დაგვაბრუნოს. მე არასდროს არ დამავიწყდება ჩვენს სასწავლებელში TCM-ში, სადაც ჩვენ ვსწავლობთ, ვენასთან ახლოს კემპუსში არის პარკირება. და პარკირებასთან გაკეთებულია სპეციალური აბრა, სადაც წერია: დააპარკირე და ილოცე. დააპარკირე და ილოცე. რატომღაც ქრისტიანები ლოცულობთ გზის დასაწყისში, როცა ვიწყებთ მოძრაობას, მაგრამ გზის ბოლოს, როცა ღმერთი მიგვიყვანს, დანიშნულების ადგილზე გვავიწყდება ლოცვა. უცნაურია, ხო? ამიტომ ეს კარგი შეხსენებაა, რომ როდესაც ვიწყებთ მგზავრობას, ვილოცოთ, ხო, ხშირად დადიან ჩვენი ეკლესიის წევრები სხვადასხვა ადგილებში. ერთად ეს გავახსენოთ ერთმანეთს ეს პრაქტიკა და როცა დავასრულებთ მგზავრობას, როცა მივალთ დანიშნულების ადგილას, იქაც ვილოცოთ. მაშასე პირველი, რასაც ქრისტიანები ევედრებიან ღმერთს, ეს არის მგზავრობა. საქართველოში ყველაზე განსაკუთრებულად აქტუალურია ეს ლოცვა, ალბათ კი არა, ყოველთვის უნდა ილოცო და მეორე, ეს არის ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა. ისაც ადამიანებს სჭირდებათ, რომ გააგრძელონ სრულფასოვანი სიცოცხლე. რას ეუბნება იერემია, რაზე ილოცეთ თქვენო? შალომ, მშვიდობა. მშვიდობა მოიაზრებდა ყველაფერს. მშვიდობა მოიაზრებდა სიკეთეს, კარგად ყოფნას, უსაფრთხოებას, სიმშვიდეს. ერთ-ერთ თარგმანში დაწერილია ილოცეთ აყვავებისთვის. ქვეყნის აყვავება იგულისხმება. ეს სიტყვა 227-ჯერ მეორდება ძველ აღთქმაში. 227-ჯერ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა. შალომ. იმიტომ რომ თავის თავში მოიაზრებს ყველაფერს. მაგრამ აქ არის იდეა ჩადებული, რომ როცა ჩვენ ვლოცულობთ, ჩვენ უნდა ვევედროთ ღმერთს ეს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად გვჭირდება. ყველაზე მეტად ჭირდება მშვიდობა ადამიანებს. ებრაელ ხალხს იმ დროს განსაკუთრებით ესეჭირებოდა მშვიდობა. იმიტომ რომ ისინი იყვნენ შიში. იმიტომ რომ ისინი ვერ გრძნობდნენ უსაფრთხოებას, დაცულობას. იმიტომ რომ ისინი კარგავდნენ ყველაზე მთავარს, კეთილდღეობას. ახალ აღთქმაშიც იგივე მოტივია, გადმოტანილი.
და ახალი აღთქმა ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვილოცოთ მთავრობისთვის, ჩვენ უნდა ვილოცოთ ხელისუფალთათვის. ეს არის 1 ტიმოთეს 2 მუხლი. შეგაგონებთ, ყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შვამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებელთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით. ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისთვის. ნუ დავტოვებთ ამ მოწოდებას უბრალოდ ზოგადი ფორმულირებით, ანუ ჩვენ უნდა ვილოცოთ ქვეყნისთვის, ან ჩვენ უნდა ვილოცოთ ჩვენი მთავრობებისთვის. რა თქმა უნდა, ღმერთი მოგვიწოდებს, მაგრამ როდესაც ებრაელი ხალხი ამას კითხულობდა ამ წერილს, მათ რა განცდა ჰქონდათ? ვილოცეთ იმ ქვეყნისთვის, ეს რა ქვეყანა იყო? ქვეყანა, სადაც ისინი თავს კომფორტულად ვერ გრძნობდნენ. ებრაელებისთვის ეს იყო ტკივილის ქვეყანა. მაგრამ იერემია ამბობს, ილოცეთ, რომ ღმერთმა მოგცეს კეთილდღეობა. კომენტატორების აზრით იერემიას ეს სიტყვები იყო უფრო მეტად მიმართული იმისაკენ, რომ ებრაელ ხალხს არ დაეწყო იქ ჯანყი, ბუნტი, აჯანყება, ან არ წასულიყო მთავრობის ან ხელისუფალის წინააღმდეგ. კომენტატორები ფიქრობენ, რომ პრაქტიკულად იერემიამ ამ სიტყვებით მათ უთხრა, რომ დაელოდეთ ღმერთის ნების აღსრულებას. არ არის შემთხვევით ის, რაც ხდება ახლა. დიახ, თქვენ ხართ ტყვეობაში, დიახ, თქვენ განიცდით ტკივილს, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება. ეს შემთხვევით არ ხდება. ახალი აღთქმა იგივე გზავნილს გვთავაზობს, რომ ვილოცოთ მეფეებისა და ყველა მბრძანებელთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით. განსაკუთრებით ეს გზავნილი ეხება იმათ, ვინც არ ცხოვრობს თავის სამშობლოში. დროებით სხვადასხვა მიზეზის გამო, რამდენი ემიგრანტია, რამდენი იძულებით გადაადგილებული პირია, რამდენი ადამიანია, ვინც უცხო მიწაზე ცხოვრობს. ეს არის პრაქტიკულად მოწოდება, რომ ებრაელები არ დარჩენილიყვნენ პასიურ მდგომარეობაში, არამედ აქტიურ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. თუნდაც იმით, რომ მოეძებნათ სიკეთე და კეთილდღეობა. ჩვენ მოწოდებულები ვართ, მეგობრებო, ვიყოთ აქტიური ლოცვის მხარდამჭერები, ლოცვითი მხარდამჭერები ამ ქვეყნისთვის, ამ ადგილისთვის, ამ ქალაქისთვის. იმიტომ რომ ეს არის ღვთის ნება. რათა ღმერთმა მოიტანოს აქ ამ ადგილას. ეს უნდა იყოს ძალიან ძლიერი გზავნილი, ძლიერი მოქმედება, რომ ჩვენ ვლოცულობდეთ, რომ ღმერთმა მოიტანოს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჭირდება ამ ქვეყანას, ამ ადგილს, ამ ქალაქს. ეს უნდა კონდეს გაგებული თითოეულ მორწმუნეს, რომ ღმერთმა გვაკურთხოს იქ, სადაც ვართ. ღმერთმა მოიტანოს სიკეთე და მშვიდობა იქ, სადაც ვართ. და ბოლოს გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა ვევედროთ ღმერთს, ჩვენ უნდა შევევედროთ ღმერთს მშვიდობისთვის, სამართლიანობისთვის, ღვთის მადლისთვის, გამოგრძებისთვის. პასუხი რჩება გაუცემელი კითხვაზე, რატომ უნდა ვევედროთ ღმერთს? რატომ? რა საჭიროა? ღმერთი ხო მართავს ყველაფერს მაინც. ღმერთის ნება არ იყო ებრაელების გადასახლება ბაბილონში? მაშინ რა საჭიროა? ღმერთმა თუ დაიწყო, ღმერთი დაამთავრებდა მათ ტყვეობას. მაშინ რა საჭიროა? რა საჭიროა ამდენი ლოცვა? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. რა საჭიროა ადამიანების გადარჩენისათვის ლოცვა, თუ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ გაამზადა? რა საჭიროა? პასუხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ღვთის ნება იმაში, რომ ღმერთს გააჩნია მიზანი და რაც დაიწყო ღმერთი აუცილებლად დაასრულებს. რაც დაიწყო, იმას აუცილებლად დაასრულებს. ებრაელი ხალხი არ ყოფილა განუსაზღვრელი დროით ტყვეობაში. ისინი გახდნენ ტყვეები, მაგრამ ღმერთს განზრახული ქონდა, რომ დაესრულებინა ეს ტყვეობა. დაესრულებინა ჩაგვრა, დაესრულებინა ტკივილი.
და ეს არის ჩვენთვის მოწოდება, რომ ჩვენ რაღაც იზოლირებულად არ დავრჩეთ. არ დავრჩეთ მოწყვეტილად, არ დავრჩეთ გარიყულად, არამედ ვიგრძნოთ საზოგადოების წევრებად თავი. ავიღოთ ჩვენი პასუხისგებლობა, რომ ღმერთმა თავისი ნება გაანახორციელოს ღვთის შვილების მეშვეობით. მინდა ერთი კომენტარი წაკითხოთ ამ მუხთან დაკავშირებით. როდესაც ღმერთი ეუბნებოდა ამ სიტყვებს ებრაელ ხალხს იერემიას პირით, ის ეუბნებოდა იმით, რომ მათ სიმშვიდე ეძიათ იმ ქალაქისათვის, სადაც ტყვედ იქნეს წაყვანილნი და ღმერთი მოუწოდებდა მათ ელოცათ უფლის მიმართ. რადგან ღმერთი ეუბნებოდა მათ, რომ სიმშვიდით გექნებათ სიმშვიდე თქვენს. წინასწარმეტყველი ამას ტირანისადმი იგულისხმება ნაბუქოდონოსორი. სიყვარულის გამო არ ამბობს ამას, არამედ იმისთვის, რომ მათი ილოცონ საერთო სიმშვიდისთვის, რათა მათი პრობლემები არ გაძლიერდეს და მეტი მოთმინებით და ნაკლები მწუხარებით დაელოდონ თავიანთი ხსნის დროს, რომელიც ღმერთმა უეჭველად დაადგინა. როდესაც არა მარტო ებრაელები, არამედ მთელი მსოფლიო ყველა არსება გაიხარებს. რატომ უნდა ელოცათ? იმიტომ რომ მათი პრობლემები არ გაძლიერებულიყო. იმიტომ რომ მათ ქონოდათ ნაკლები მწუხარება და დალოდებოდნენ ისინი რწმენით ხსნის დროს. როგორ შეგვიძლია ჩვენ ეს გამოვიყენოთ? პრაქტიკულად. ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ, მაგრამ ვილოცოთ რწმენით. იმიტომ რომ ღმერთი ნამდვილად შეისმეს ამ ლოცვას ქრისტეს გამო. ის გახდა მწირი და ხიზანი. ღმერთმა თავისი სახლი დატოვა, ჩამოვიდა მიწაზე. წირი იყო აქ. ეს არ იყო ღმერთის სამშობლო, ეს არ იყო ღმერთის სამეფო, მაგრამ ჩვენს გამო მას მოუწია გადასახლება. ჩვენს გამო ის გახდა ხიზანი, გადაადგილდა. თქვენ იცით რომ ის იძულებით გადაადგილებულის გახდა, იმიტომ რომ მას დევნიდნენ. მაგრამ ყველაზე მთავარი ქრისტე როგორც მშვიდობის ინიციატორი, დასაჯეს როგორც ავაზაკი და დამნაშავე. ბარაბას ადგილზე. ვინ იყო ეს ბარაბა? შფოთის ამტეხი. შფოთის ამტეხი. დაწერილია რომ ის იყო ის, ვინც არ ეძებდა მშვიდობას, არამედ იყო შფოთის ამტეხი. ვისაც მოქონდა პრობლემა, ვინც არათუ არ ისურვებდა მშვიდობა ყოფილიყო, არამედ მიდიოდა ხელისუფალთა ნების წინააღმდეგ. იესო დაისაჯა როგორც დამნაშავე. რათა ჩვენ გქონოდა რწმენა, რომ ამ ხიზნობის დროს ღმერთი შეისმეს ჩვენს ლოცვებს, მიცემს მადლს და კეთილდღეობას იმ ქვეყანას, სადაც ვცხოვრობთ. და ჩვენ გვჭირდება და ეს არის გამხნეება, мотиваცია, რომ ჩვენ ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, კეთილდღეობისთვის, ამიტის კეთილდღეობისათვის, თუნდაც ყველაზე წვრილმანი, თუნდაც ყველაზე მცირე არააქტუალური რამეებისთვის, რომელიც ჩვენ შეიძლება გვეჩვენებოდეს როგორც არააქტუალური და მნიშვნელოვანი, მაგრამ სინამდვილეში იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. დავრჩეთ ღმერთის ნებაში. მოусმინოთ ღვთის ხმას, აღვასრულოთ მისი ნება და ჩვენი ქცევებით განვადიდოთ ღმერთის სახელი აქ ამ მიწაზე. ამინ.